რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაბა გომის მდაზე სკვერის მოწყობისთვის 116,000 ლარზე მეტი გამოიყოფა. ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობაზე კი 182,000 ლარზე მეტი. აღნიშნულ საკითხზე დღეს ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა იმსჯელეს. ხოლკის საკითხს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაამტკიცებს. სივრცე ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დღეს ჩატარებულ სტომაზე განხილული იქნა ერთი საკითხი, რომელიც ეხება კურორტ გომისთვას, ანუ დაბა გომისთვლის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მოიცავს დაბის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი სკვერის მოწყობას, აგრეთვე მრავალფუნქციური მინი სტადიონის დაგეგმარებასა და ფაქტობრივად მის განხორციელებას. ეს ორივე პროექტი დაფინანსება უნდა მოხდეს რეგფონდების ფინანსური საშუალებებიდან, ანუ ეს კეთდება სახელმწიფო ფინანსური რესურსების ხარჯზე.